4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო ჯგუფის 5-ვე წევრი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას დააკავეს. პატა ბურჭულაძის აყვანა კი სამედიცინო კლინიკაში მოხდა. ასევე დაკავებულები არიან სტრატეგია აღმაშენების წევრი პატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. მათ ბრალდებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დაკავებულია სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია. მას იარაღის უკანონო შეძენას შენახვას ედავებიან. მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებული ვიდეო მასალის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს. თუმცა საპროტესტო აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდგომ აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს. მის დაკავების ფაქტს გიდასტურებთ. გამოძიება მიმდინარეობს 236 მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს. ეხლაც მიმდინარეობს ღონისძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.